ჩვენი მთავარი პრობლემა რაც დღეს გვაქვს უმუშევრობა და ყველაზე ძნელი გადასაჭრელი პრობლემა, იმიტომ რომ ვერც ვაუჩერით და ვერც ტრაქტორით ოჯახს ვერ დააყენებ ფეხზე თუ იქ ადამიანი არ მუშაობს. ამიტომ ხა სტატისტიკას და ციფრები ალბათ არ არის თქვენთვის საინტერესო, კონკრეტულად მარტივი ტესტია. ოჯახში ერთი ადამიანი მაინც თუ არ მუშაობს, ესე იგი უმუშევრობა ძალიან მაღალია და ესე იგი ქვეყანაში დიდი გაჭირვება. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ აი ამ უახლოეს 2-3 წელიწადში ოჯახში ერთი ადამიანი მაინც მუშაობდეს. აი ეს არის ძირითადი პროექტები, რაც გვაქვს და გეგმა, ეს არ არის რაღაცა გეგმა, რომ 10 წლის მერე გავაკეთებთ, რაც გელაპარაკეთ, ყველაფერი არის ის, რაც გაკეთდება აი უახლოეს დღეებში, კვირებში, თვეებში. ჩვენი ინტერესია, რომ თქვენ და თქვენნაირი ხალხი, ვისაც პოლისი აქვს, მიიღოს ის, რაც ეკუთვნის. ამიტომ აუცილებლად მოვიკითხავ, თუ ეს არის სადაზღვევოს ან კლინიკის ბრალი, აუცილებლად ჯანდაცვის სამინისტრო პასუხს მოთხოვს ამას ნამდვილად ვირდები. კი ბატონო. მე არასდროს არ მიხმარია და არასდროს არ გამძრები 100. ჩვენ ეს პოლისი იმიტომ მოგეცით, რომ მოგეხმაროთ, გალბატონო, და აბარა. მაგიტო არის, არა, ძალიან ბევრი მკურნალობს და თქვენ შემთხვევას სამინისტროს მიიღებს დავალებას და გაარკვევენ, რატო გეუბნებათ კლინიკამ ასეთ პასუხს. თუ ეს კლინიკის ან სადაზღვევოს ბრალია, დაისჯებიან. იმიტომ რომ ისევ ვიმეორებ, პოლისი მოგეცით, იმიტომ რომ იმკურნალობთ. და ჩვენ სახელმწიფო ფულს ვიხდით იმაში, რომ თქვენ იმკურნალობთ და არა იმაში, რომ ის ფული ვიღაცამ ჯიბეში ჩაიდოს. პოლისი კარგია მეთქი ჩვენ. და არ და მოყარვარა, და ეკრანა გავი.